თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნეს პარტნიორის ირაკლი ბაბიაშვილის სასამართლოს ხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცათ თავად ბრალდებულებს, თუმცა მოსამართლემ გიორგი ჩიკვაიძეს ხდომათა დარბაზიდან გააძევა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალებით მაკა ლაშხია შემოგვიერთდება. ახლა მოამბის ღია ეთერში მაკა გისმენთ. დიახ მარიამ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე გაიმართა დღეს ბიზნესმენების ირაკლი ბაბიაშვილისა და გიორგი ჩიკვაიძის სასამართლოს ხდომა, რომელსაც ედავებიან დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. დღევანდელ ხდომაზე ბრალდებულებს უნდა მიეცათ ჩვენება სასამართლოსთვის, თუმცა როგორც უკვე შენ აღნიშნე, მოსამართლე იზაკ ელენჯერიძემ ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის, რომ ბრალდებული მოსამართლის და სასამართლოს მისამართით შეურაცხყოფელ სიტყვებს იყენებდა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ის უწოდებდა მონას 30 ვერცხლად გაყიდულს და სხვა სიტყვებით და ეპითეტებით მოიხსენიებდა მოსამართლეს. მოსამართლემ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ბრალდებულს აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ბოლოს როგორც უკვე აღნიშნე, მოსამართლე იზაკ ელენჯერიძემ ბრალდებულს დაატოვებინა ხდომათა დარბაზი, ასევე დაატოვებინეს ირაკლი ბრალდებულის დედას. რაც შეეხება დღევანდელ ხდომაზე, დღეს ბრალდებული სანამ დაატოვებდა ხდომათა დარბაზს, აღნიშნავდა იმას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადასვლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში გიორგი ჩიკვაიძე წარმოდგენილი იყო ეტლით. რაც შეეხება ხდომის მიმდინარეობას, დღევანდელ ხდომაზე ადვოკატები სამი შუამდგომლობით იყვნენ წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე. ისინი მოითხოვდნენ კონკრეტული პირების დაკითხვას, კონკრეტულად საქმე ეხებოდა ერთ შემთხვევაში გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლში მისულ პირებს, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, აღნიშნული პირები დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე იყვნენ გიორგი ჩიკვაიძის სახლში მისულები, თუმცა არ ხდებოდა იდენტიფიცირება თუ ვინ იყვნენ ეს პირები და რა უნდოდათ მის საცხოვრებელ სახლში. ასევე მეორე შუამდგომლობა ეხებოდა ჩხრეკასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ხდომათა დარბაზში დააკავეს გიორგი ჩიკვაიძე, ამის შემდეგ განხორციელდა მისი ავტომობილის ჩხრეკა და როგორც ბრალდებული მიუთითებს, ამ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი, რომელიც იქნა შემდგომში უკვე დამტვრეული და გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ სწორედ ამ მობილურ ტელეფონში ინახებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება მესამე შუამდგომლობას, ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც გიორგი ჩიკვაიძე აღნიშნავს, მასთან შევიდნენ ფსიქოლოგების ჯგუფი, ასე გაეცნენ მას. ყოველ შემთხვევაში ის ამას მიუთითებდა და ივანიშვილის ოჯახის სახელით გადასცეს მუქარა, რომ მას უნდა ეღიარებინა აღნიშნული დანაშაული, რასაც ბრალდებული მიუთითებდა, რომ აღნიშნულს არ დათანხმდა. არც ერთ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობები. მოსამართლე იზაკ ელენჯერიძე ასევე ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ აღნიშნული საქმესთან კავშირში არ არის და შესაბამისად ეს ფაქტები თუ ნამდვილად მოხდა, სხვა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. მე ის გადატანეს და მიერით, რომელიც ზურგის პირის ახება მიმდინარეობს, არ ვაძლევ უნალობის უფლებას, რომ მე არ ვიცი რა მომენტში მომისწრაფება სიცოცხლეს. გარდა ამისა, ფსიქოლოგების სტატუსით არაკამერებიანო თაღში, რომელიც მათი მოთხოვნა თითქოს მათი პაციენტი არ დაზარავას, თხოვეთ, რომ ვაღიარონ დანაშაული, რომელიც არ ჩამიგდებიან და გადაკერილი სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში, რომელსაც თქვენ აი ესე უტიფრად იძიებთ და მოსამართლეობთ სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში. გიორგი გადაძევებს ხდომის დარბაზიდან კიდევ ერთხელ სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტზე. და საბოლოო სიტყვაში მოგცემთ, თუ სასამართლოს დოდის მოუხდით, მათ ყველაფრის ჩამოყალიბების უფლებას. ამის გაკეთება სასამართლოს 30 ვერცხლად გაყიდულ იზაკ ელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს მე არაფერზე გულის არ მივიღე. ლევი გადაწი და ამისთვის პასუხს აღებდა. კოლეგო, გურუსიცის მონა! იუდა, მე დათმობაა, შეკალ იუდა, დაცვის ხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად გარკვეული ემოციური ფონიდან გამომდინარე გიორგიც გაძევებული იქნა ხდომათა დარბაზიდან, მას უნდა მიეწოდებინა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რეალურად რა ხდებოდა მთელი ამ პროცესების მიმდინარეობის პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას ვერ აწარმოებს სამწუხაროდ დაცვის მხარე, შესაბამისად უნდა აწარმოოს ბრალდების მხარე.
ასევე ძალიან ძიმე მდგომარეობაშია გიორგი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახეთ ალბათ ყველა. მარჯვენა ფეხზეც უჭირს უკვე მგრძნობელობა, დასუსტებული აქვს და მარჯვენა თვალითაც მხედველობა აქვს გაუარესებული. წარმოდგენილი შუამდგომლობები იყო სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ყოვლად უსაფუძვლო. ვინაიდან თუ რაიმე რეაგირება ჭირდება შესაბამისად როგორც სასამართლომაც განმარტა, შეუძლია მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ, როგორც გახსოვთ, წინა პროცესი დაახლოებით 3 კვირის წინ გაიმართა და ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ მიემართა და არა იმ მანიპულირებისათვის და იმ სპექტაკლისთვის, რაც სასამართლოს ხმაზე ვიხილეთ. ჩემი აზრით, ბრალდებულმა შეგნებულად თავი არის და ჩვენების მიცემას, იმიტომ რომ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო ბრალდება მას ედავება, არანაირი პასუხი არ გააჩნია. მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები სასამართლოში და არც ერთი მტკიცებულება დღეის მდგომარეობით დაცვის მხარეს წარმოდგენილი არ აქვს, რომ დაირღვა ბრალდებულის უფლება ან რაიმე დაცვის მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს სასამართლოში. რაშიც შეზღუდულები არ იყო. დაცვის მხარემ მოითხოვა გარკვეული შუამდგომლობების საფუძველზე დამატებით მოწმეების დაკითხვა, მიუხედავად აღნიშნულისა, არც ერთი მოწმის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ წარმოუდგენია, მათ შორის არც სახელი და გვარი და შესაბამისად არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ დასაკითხებულ პირებს ჰქონდათ შემხევლობა ჩვენ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა წარმოდგენილი შუამდგომლობით კონკრეტულად აღნიშნულ პირებს, თუ რომელი პირებზე იყო საუბარი, კიდევ ერთხელ მოგახსენეთ, რომ არ იყო დაფიქსირებული, რა შემხევლობა ჰქონდათ ამ შემთხვევაში ჩვენ სისხლის სამართლის საქმესთან. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კომპანია Elt Building-ის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ შეუკვეთა ბრალდებულებს ირაკლი პაპიაშვილს და გიორგი ჩიკვაიძეს იახტის ჩამოყვანა, მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 1.500.000 ლარზე მეტი ოდენობის, თუმცა როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ამ დრომდე არ მოხდარა აღნიშნული იახტის ჩამოტანა, ხოლო ბრალდებულებამ მხოლოდ 150.000 დაუბრუნეს აღნიშნულ კომპანიას. რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით დღევანდელ უკვე შემდეგ პროცესზე ჩვენებას მისცემს მეორე ბრალდებული ირაკლი პაპიაშვილი, შემდეგ უკვე მხარეები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. დასკვნითი სიტყვები და შემდეგ უკვე მოსამართლე იზა კელენჯერიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ აღნიშნულ პირებს ედავებიან დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო თანხის უკანონო მითვისებას, აღნიშნული ბრალი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობთ, მაკა ლაშხია საუბრობდა საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.